გამარჯობა გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს. დარჩით მეგობრებო ჩვენთან ძალიან საინტერესოა. ბოდის გიხდით დაგვიანებისთვის, საშინელი ვირუსი შეგვხვდა და მეც კი გამიჭირდა ამის გადატანა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობას არ უჩივი და საკმაოდ ძლიერი ვარ. ასე რომ ჩემო კარგებო, იყავით ფრთხილად, თავს გაუფრთხილდით. და მე კი გადავალ გაშლის თემაზე, რატომღაც მომიდა 4 ვარიანტი გამეკეთებინა და ასეთი თემა წერილი მომავლიდან. ანუ რას ეტყვით საკუთარ თავს მომავალში. აი ამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაშიც იმყოფებით, ამას რა თქმა უნდა წავიკითხავ წინა ისტორიაში, სიგნიფიკაციას რასაც ვეძახით და აი ამ საკითხის გარშემო მომავალში საკუთარ თავს რას ეტყვით და რას ეტყოდით. მინდა ეს პატარა შესავალი გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. ტარო სისტემა ყველაზე მეტად მოქმედებს და მუშაობს ჩვენი ქვეცნობიერის მიხედვით, კითხულობს ინფორმაციას ჩვენი ქვეცნობიერიდან. ჩვენს ქვეცნობიერს კი მოგეხსენებათ ჩემო კარგებო, ყველაფერზე აქვს ინფორმაცია. წინასწარ ვიცით ყველაფერი, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ აი ესე მარტივად წაკითხვა არ შეიძლება ამის და ამაზე ინფორმაციის მიღებას და აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტექნიკით, ტაროს საშუალებით თუ სხვა მანტიკური სისტემით ვიღებთ ინფორმაციას ქვეცნობიერიდან. ანუ ჩემო კარგებო, ახლა ინფორმაციას წავიკითხავ თქვენი ქვეცნობიერიდან, რომელმაც იცის უკვე მომავალი და რა შედეგები იქნება ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და გამოვა, ასე ვთქვათ, წერილი მომავლიდან. თქვენი ქვეცნობიერის დახმარებით წავიკითხავთ ინფორმაციას, რას ეტყვით დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით, თქვენს ცხოვრებაში შექმნილ იმ სიტუაციასთან დაკავშირებით. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით, თქვენ შეგიძლიათ დასტაირჩიოთ, ინტუიცია გამოსცადოთ, მაგრამ უსმინეთ რა თქმა უნდა წინა ისტორიას, რა ხდება დღეს, რა დილემის წინაშე დგეხართ და შემდეგ რას ეტყვით თქვენს თავს მომავლიდან, ანუ პასუხი იქნება ამ თემაზე, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. პირველი ვარიანტი. რა დილემის წინაშე დგეხართ, რა არის თქვენთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი? ჩემო კარგებო, აქ ორი ვარიანტია, ორი ვერსია შემიძლია წავიკითხო პირველ ვარიანტთან დაკავშირებით. პირველ რიგში დიდი ალბათობით შეიძლება მიყურებდეს კოლეგა ან მომავალი კოლეგა, ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან განსაკუთრებული ინტუიცია, აქვს მონაცემები, მაგის მონაცემები, ეს მონაცემები, ეს ყველაფერი არის თანდაყოლილი. აქ არის კატეგორია, რომელიც სწავლობს, ძალიან უნდა ისწავლოს, შეიძლება ვიღაცას ეჩვენება კიდევაც, რომ რაღაც მონაცემები აქვს ეზოთერიკაში, ზოგადად სხვადასხვა სისტემა შეიძლება იყოს აქ, როგორც პროგნოზები, ასევე რაღაცა რიტუალები და მებრძოლი მაგი და ასე შემდეგ. ნუ ეს თემა რო გავავრცელოთ, მთელი ვიდეო მაგას არ ეყოფა. აქ არის თანდაყოლილი ნიჭზე ლაპარაკი, შეიძლება გაქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შთამომავლობითაც შეიძლება გადმოდიოდეს თქვენი წინაპარი ვიღაც, რომ დაკავებული იყო მაგიით, სხვადასხვა ფორმით, მკურნალობით, თქვათ, თუნდაც წინასწარმეტყველებით და ასე შემდეგ, როგორც ვთქვი. ეს კონკრეტულად პირველი ვარიანტი იქნება მათთვის, ვისაც, აი ვიმეორებ, თანდაყოლილი ნიჭი აქვს მაგიის, რომლის ჩახშობასაც ცდილობდით, ან შეიძლება დიდი ხნის წინ რაღაც შეხება გქონდათ, კონკრეტული შეხება, საქმიანობდით შეიძლება არც საქმიანობდით, მაგრამ რაღაც მოვლენები იყო თქვენს ცხოვრებაში, რამაც დაგარწმუნათ, რომ თქვენ გაქვთ მაგის ტალანტი, მაგრამ შემდგომ გავიდა დიდი ხანი, შეხება არ ქონიათ ამ თემასთან, სხვადასხვა მიზეზები იყოს შეიძლება, ამის ჩამოთვლას რა თქმა უნდა არ შეუდგები. და აი ბოლო პერიოდში თითქოს დაფიქრდით ამ საკითხთან მიმართებაში, რომ განაახლოთ, უფრო განახლებაზეა ლაპარაკი, განაახლოთ ის, რასაც თქვათ, აპირებდით რომელიღაც ეტაპზე თქვენი ცხოვრების, ან დაიწყეთ შესწავლა, განვითარება თქვენი ნიჭის, ან რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო დაგებლოკათ ეს ნიჭი და აი ახლა ამ ბოლოს არის რაღაცა მაგის მონაცემები და მინიშნებები იმაზე, რომ გიბრუნდებათ ეს ყველაფერი უკან.
და ასევე ძალიან დაბალი პროცენტით, მაგრამ ესეთი ვერსიაც განვიხილოთ, რომ ძალიან სერიოზული მაგიური ბრძოლები გქონდათ, წმენდები, დაცვები, ენერგეტიკის აღდგენა, აურის გაწმენდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და დიდი ხანია იბრძვით, ვიღაც დიდი ხანია გებრძვით და თითქოს აი ეს ბოლო პერიოდია შეიძლება ფარხმალი დაყარეთ კიდეც რომ არაფერი გამომდის, შიშები გაქვთ რომ ეს ნეგატივი არ მოგშორდებათ, შიში გაქვთ იმის რომ შეიძლება სულაც არ იყოს მაგიური ჩარევები და სხვა რაღაც მიზეზები იყოს და თითქოს ფარხმალი დაყარეთ. აი ესეთი ვერსიაც შეიძლება განვიხილოთ. სხვა დანარჩენი, აი პირველ ვარიანტში, სხვა ვერსიები გამორიცხულია, ეს ორი ვერსია. და ვნახოთ ახლა აი ამ თემასთან დაკავშირებით რას ეტყვით საკუთარ თავს მომავალში. ძალიან ესეთი პირველი ვარიანტი საკმაოდ რთული ჩანს ინფორმატიულად, რადგან მაგიაზეა ლაპარაკი, ვიღაცის ენერგეტიკამ შეიძლება დაბლოკოს ინფორმაცია, არ უნდადეს ინფორმაციის გაცემა, ეს ავტომატზე ხდებოდეს, მით უმეტეს თუ ვიღაც მაგიურად ერევა თქვენ ცხოვრებაში და დიდი ხანია ეს გრძელდება, ამანაც შეიძლება გაგვირთულოს ცოტა საქმე, მაგრამ აუცილებლად მივიღებთ პასუხს. რას ეტყვით თქვენ საკუთარ თავს მომავალში აი ამ თემასთან დაკავშირებით? Ну, ერთადერთი კითხვა სწორი მიმართულება, რაც შეიძლება მივცეთ, რომ მაქსიმალურად სწორი პასუხი მივიღოთ, სწორ გზაზე ხართ თუ არა. აი ამაზე, ამ კითხვაზე რა პასუხს გასცემთ მომავლიდან საკუთარ თავს. ანუ თუ გადაწყვიტეთ მაგიური საქმიანობა და თქვენი ტალანტის თანდაყოლილი ნიჭის განვითარება, ხართ თუ არა სწორ გზაზე და რა შედეგს მიიღებთ და ასევე აი ეს წმენდები და ეს მაგიური ბრძოლები, რომელიც ძალიან დიდი ხანია არის თქვენს ცხოვრებაში, გამოიღებს თუ არა სასურველ შედეგს და აი რა ტექნიკასაც მიმართავთ, არის თუ არა ეს სწორი გზა. ნახოთ ახლა პასუხი. ჩემო კარგებო, აქ არის ერთმნიშვნელოვნად ერთადერთი პასუხი, ყოველგვარი მოკიბვის და მაგრამ და თუმ და რომ და ასე შემდეგ ნაწილაკების გარეშე ხართ აბსოლუტურად სწორ გზაზე, ანუ ვინც კიდევ ვიმეორებ, თავისი მაგიური ტალანტის განვითარებას ცდილობს, მუშაობის დაწყებას აპირებს, შესწავლას აპირებს, ხართ აბსოლუტურად სწორ გზაზე. 5 კარტიდან 5 არის აბსოლუტურად დადებითი პასუხი, პოზიტიური. აქ მინიშნებაც არის იმაზე, რომ უნდა იმუშაოთ, აუცილებლად უნდა იმუშაოთ. ყველა გზა ხსნილი გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, სწორი დრო არის ეხლა ზუსტად რომ იმუშაოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მზე რა თქმა უნდა ერთმნიშვნელოვნად გვპირდება გამარჯვებას, სიხარულს. აი ეს გზა, რომელიც აირჩიეთ, წმენდის გზა თუ შესწავლის გზა არის რეალურად სწორი, მართებული და ახლო მომავალში დაინახავთ შედეგებს და თქვენ საკუთარ თავს ეტყვით რომ არ შემცდარხართ არჩევანში. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა, აი პირველი ვარიანტის უფრო მეტი დატვირთვა მოდის აი ამ ფრაზაზე, იმუშავეთ ამ თემაზე, აუცილებლად არ შეწყვიტოთ მუშაობა, განვითარება, თუ სწავლაზეა ლაპარაკი და არ შეწყვიტოთ ბრძოლა თქვენი კეთილდღეობისთვის და სასურველ შედეგს მიიღებთ. მეორე ვარიანტი ვნახოთ, რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მიუმართეთ თქვენს ქვეცნობიერს და ვეკითხებით, რას გეტყვით მომავალში თქვენი საკუთარი თავი, რას ეტყვით საკუთარ თავს, წერილი მომავლიდან. რა ხდება? აქ პირად ტრაგედიასთან გვაქვს ლაპარაკი, პირად ცხოვრებასთან, მიიღეთ რაღაც ინფორმაცია, რამაც ძალიან გული გატკინათ, ეს იქნება გარეშე პირიდან შეტყობინება თუ თვითონ იმ პიროვნებასთან, მძიმე საუბრიდან გამომდინარე, ინფორმაცია, რომელიც მიიღეთ, თქვენთვის იყო ძალიან მტკივნეული. აქ არის უეჭველი ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ბიჭებმა მოირგეთ თქვენს თავზე სიტუაცია და გოგოებმაც თქვენს თავზე. დავასახელებ ერთ ნიუანსს, რომელიც უფრო მანი ის იქნება თქვენთვის მეტად ინფორმატიული რომ მიხვდეთ, რომ ნამდვილად თქვენზეა ლაპარაკი. ეს ნიუანსი არის პირველი, ასაკში სხვაობა, ეროვნებაში სხვაობა, ვიზუალში დიდი სხვაობა თქვენ შორის.
ასევე სოციალური სტატუსი და ასე შემდეგ რელიგიური სხვაობა, რაღაცა რადიკალური სხვაობა არის თქვენს შორის. შეიძლება დავიწყოთ ასაკით, რომ ქალბატონი იყოს მამაკაცზე მინიმუმ 4-5 წლით უფროსი. ვიზუალურადაც ქალბატონი ჯობია ბევრად მამაკაც, ანუ აქ უპირატესი მხარეა ქალბატონი, გოგოები არიან ბევრად უფრო შემდგარი, შეიძლება ბევრად უფრო ლამაზი, შეძლებული და ასე შემდეგ ბიჭებთან დაკავშირებით, რელიგიური სხვაობა და ეროვნული სხვაობაც არ გამოირიცხება და აი ესეთ თქვენგან განსხვავებულ ადამიანთან გაქვთ სერიოზული კონფლიქტი, განხეთქილება, მიიღეთ ძალიან ისეთი სერიოზული წყენა, ტკივილი, მაგრამ მაინც გენატრებათ, მაინც წარსულისკენ გიჭირავთ თვალი. ნახოთ კიდე აი ამ თემაზე მეტი კონკრეტიკა. კიდევ ერთხელ მინდასტურებს ეს კომბინაცია, რომ სერიოზული, ძალიან სერიოზული კონფლიქტი მოხდა თქვენ შორის. სიტყვიერად ძალიან არ ვიცი, ფიზიკურ მასზე ძალადობაზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში არც ეს არის გამორიცხული. იშვიათი იქნება მეორე ვარიანტიდან, რომ ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, ან თქვენ გეძალადოთ, გააჩნია რომელი მხარე ხართ. მაგრამ საკმაოდ სერიოზული კონფლიქტი იყო, თქვენ ამ ადამიანს მიეცით შანსი, ადრეც იყო რაღაცა მსგავსი მომხდარი. ფიქრობდით, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორებულიყო. გამოდის, რომ კონფლიქტის მიზეზი რაც იყო თქვენი და დაშორების მიზეზი, როგორც ჩანს, პირველი შემთხვევა არ არის და ამას ჰქონდა მინიმუმ ერთი განმეორება მაინც. და მიეცით შანსი, მაგრამ ეს შინაგანი ხმა მაინც გეუბნებოდათ, რომ ამ შანსს ადამიანი არ გამოიყენებდა. ნაძალადევი შანსი, ესე ვიტყვი, იძულებითი შანსი, რომ იქნება ალბათ პარტნიორი, ვის ჩაფიქრებული ადამიანი, ვისაც ეს ყველაფერი ეხება, შეიძლება არ განებებდათ თავს, გაწუხებდათ, გირეკავდათ, ითხოვდა პატიებას, შერიგებას და ასე შემდეგ და დაყევით მის ნებას და კიდევ ერთი შანსი მიეცით, მაგრამ აი ეს შანსი არ გამოიყენა ადამიანმა და თანაც ძალიან მალე დაარღვია ყველა ეს მოცემული პირობა, რომ ამას თუ იმას რა კონკრეტულად რაზეც არის ლაპარაკი თქვენ შემთხვევაში არ ჩაიდენდა, არ მოგატყუებდათ, არ გიღალატებდათ, თქვათ თუ მავნეჩვეებზე ლაპარაკი არ დალევდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ძალიან მალე, როგორც თქვი, დაარღვია პირობა და ეს იყო უფრო მეტი შოკი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო პირველი შემთხვევა, კიდევ ალბათ უფრო ცუდი ფორმით მოხდა ეს ყველაფერი და ძალიან ძლიერი სტრესი მიიღეთ, საკმაოდ სერიოზული ჩხუბიც მიიღეთ. გამოგივიდათ და ვნახოთ აი ამ თემასთან დაკავშირებით მომავალში რას ეტყოდით საკუთარ თავს. დღესდღეობით სერიოზული კონფლიქტია თქვენ შორის. რას ეტყვით მომავალში საკუთარ თავს აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ჩემო კარგებო, შემიძლია აი პირდაპირ თამამად განვაცხადო, რომ ამ ურთიერთობას არ აქვს მომავალი და თუ კიდევ ვიღაცა შანსზე ფიქრობს, კიდევ ითხოვს ეს ადამიანი კიდევ ერთ შანსს. კიდევ არის მცდელობები ურთიერთობის აღდგენის. შეიძლება დღეს ერთ ჭერქვეშად ცხოვრობდეთ, თუ კანონიერ მეუღლეზეა ლაპარაკი, ან თანაცხოვრებაზეა ლაპარაკი. შეიძლება მთლად არ იყოს თქვენ შორის კონტაქტი გაწყვეტილი, ურთიერთობა რაღაცა დოზით გააქვთ და ფიქრობთ, რომ კიდევ ხო არ მისცეთ შანსი და კიდევ ხომ არ სცადოთ, მაგრამ გავა დრო და თუ თქვენ ამ ურთიერთობას შეწყვეტთ, ჩემო კარგებო, და აი დღეს აქ დაუსვავთ წერტილს, მომავლიდან საკუთარ თავს ეტყვით ყოჩახ. ყოჩახ, ეს ყველაფერი აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, ამდენი დრო რატომ დავკარგი, ამდენი ხანი რატომ ვაძლევდი ამ ადამიანს უფლებას გამოვეყენებინე, მოეყენებინა ჩემთვის ტკივილი, დავემცირებინე და ასე შემდეგ. ეტყვით საკუთარ თავს, რომ მარტოობა ჯობდა ვიდრე აი ასეთ ურთიერთობაში ყოფნა.
ეტყვით საკუთარ თავს, რომ ინტუიცია გკარნახობდათ თავიდანვე, რომ ეს ყველაფერი უნდა შეგეწყვიტათ და თავიდანვე დაგესვათ წერტილი, გრძნობდით ტყუილს, გრძნობდით ღალატს, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერა და ვერ გადადგით ეს ნაბიჯი, რომ გითხრათ, რომ აქ კარმული ურთიერთობა, კარმული წყვილი, ამასაც ვერ ვიტყვი, თავის დაღწევის საშუალება ბევრჯერ გქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს, აი მოლოდინი, თქვენი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, მაინც იმედი გქონდათ, მომთმენი ადამიანი ხართ როგორც ჩანს და ელოდებოდით, რომ რაღაც შეიცვლებოდა თქვენს ურთიერთობაში, მაგრამ არაფერი არ შეიცვლება და ჯობია, რომ დღესვე დაუსვათ წერტილი ამ ყველაფერს. იქნებით რაღაცა პერიოდი მარტო და ეს მარტოობა მოგიტანთ სიმშვიდეს, მოგიტანთ გააზრებას და ახალი ცხოვრების თავიდან დაწყების დიდ შანსს. რადგან შემზადებული იქნებით ამ ყველაფრისთვის, გადახარშული გექნებათ ყველაფერი და ნოლიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყებთ ცხოვრებას. თავარია, დიდხანს აღარ გააგრძელოთ ეს ყველაფერი და რაც შეიძლება მალე მოუღოთ ბოლო აი ამ დამთრგუნველ ურთიერთობას. ამ ადამიანთან მომავალი როგორც ჩანს არ გაქვთ, ჩემო კარგებო. კარგი, თორე აი ესე გაჟეჟილი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ რომ ეს შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. აქ უფრო თქვენზეა დამოკიდებული, რომელ გზას აირჩევთ და როგორ ცხოვრებას აირჩევთ. ასე რომ დაფიქრდით, ჩემო კარგებო, და მიიღეთ გადაწყვეტილება, ადამიანები არ იცვლებიან და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ თუ აპატიეთ, სისტემატურად გააკეთებს იგივეს და ჩათვლის, რომ ყოველთვის იქნება ნაპატიებელი და ყოველთვის შეიძლება დაბრუნება და უარესობისკენ წავა საქმე. აი ამას ეტყვით საკუთარ თავს მომავლიდან. ნახოთ მესამე ვარიანტი შეშლილი მთვარის დასტაზე. ძალიან საინტერესო საოცარი დასტა. ჩემო კარგებო, უკაცრავად ვირუსის კვალი მაინც მეტყობა და მახველებს და ბოდის გიხდით წინასწარ თუ უცბად თავი ვერ შევეკრიბე და წამოვახველე. მესამე ვარიანტი დგას მძიმე არჩევანის წინაშე, ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე. აქ ისეთ სერიოზულ გადაწყვეტილებაზეა ლაპარაკი, რომ სამომავლოდ ძალიან სერიოზული შედეგები მოყვება ამ არჩევანს და გადაწყვეტილებას. პირველ რიგში ეს შეიძლება ეხებოდეს ორ ადამიანს შორის არჩევანს და ასევე არ გამოუვრიცხავ რაიმე საქმიანობას ეხებოდეს, ბიზნესის ახალი საქმიანობის დაწყებას ეხებოდეს, შესაძლებელია ეს ყველაფერი, რაც საბუთებთან იქნება დაკავშირებული. ასევე ერთი ვერსია მოდის კიდე, რომ აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს სასამართლო დავაზე და ფიქრი იმაზე, რომ ვის სასარგებლოდ გადაწყდება ეს დავა. ანუ შეიძლება ფიქრობდეთ, წამოიწყოთ თუ არა დავა, ვიღაცის წინააღმდეგ დავა, იმიტომ რომ აქ ბრძოლასაც, ვიღაცასთან ბრძოლაც, ასე ვთქვათ, ფონს აჩვენებს, ფონად მოსდევს ამ გაშლას ბრძოლა. კონკრეტულ პიროვნებასთან ბრძოლა, წინააღმდეგობის გაწევა, უფრო მისაღები იქნება მათთვის, ჩემო კარგებო, ვინც ორ პიროვნებას შორის აკეთებს არჩევანს. და ეს ორი პიროვნება აუცილებელი არ არის, რომ პირად ურთიერთობაზე იყოს ლაპარაკი და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული, თქვათ ორი შემოთავაზება, ორი მხრიდან, ორი ადამიანიდან შემოთავაზება და არიცით რომელი აირჩიოთ. სერიოზული დილემის წინაშე დგეხართ აქ, ჩემო კარგებო. და ეს ყველაფერი სიახლეებთან არის დაკავშირებული თქვენს ცხოვრებაში. ანუ ეს არჩევანი და სხვათა შორის დიდი ხანია ეს არჩევანი დგას, აი გუშინდელი ამბავი არ არის და თქვათ ერთი კვირის და ერთი თვის. არის რაღაცა პერიოდი, საკმაოდ ისეთი ვრცელი პერიოდი, რაც ამ არჩევანის წინაშე დგეხართ, ამ დილემის წინაშე დგეხართ და არიცით როგორ მოიქცეთ, რომელი მხარე აირჩიოთ. თუნდაც სამართლიანობაზე იყოს ლაპარაკი, რომ დიდი ხანია გრძელდება დავა ორ პიროვნებას შორის, ორ ადამიანს შორის
და ცდილობთ გაარკვიოთ, ვინ არის მართალი და რომელი მხარე დაიჭიროთ. ძალიან საინტერესო გამოვიდა, რაღაცა კონკრეტული სიტუაცია არ მაჩვენეს. აი, ზოგადად რთულ არჩევანზეა აქ ლაპარაკი და საკმაოდ დამთრგუნველია თქვენთვის ეს სიტუაცია. ნახოთ, აბა რას ეტყვით საკუთარ თავს მომავლიდან, აი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემო კარგებო, უკაცრავად, რაღაცა პერიოდი გავა, რომ საკუთარ თავს, აი მომავალში ზუსტად მაინც კიდევ კონფლიქტში იქნებით საკუთარ თავთან, დრო და დრო კონფლიქტში იქნებით საკუთარ თავთან, აი ეს რომ არ გამეკეთებინა, თქვათ ეს არჩევანი რომ არ გამეკეთებინა, იქნებ ესე არ წასულიყო საქმე. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, ის არჩევანი, რომელსაც დღეს გააკეთებთ და ვისი მიმართულებითაც გააკეთებთ არჩევანს, იქნება თქვენთვის ბედნიერების, სტაბილურობის მომტანი, სიხარულის მომტანი იქნება ის არჩევანი. მთავარია რომ აი დღევანდელობაში, როდესაც აი ამ დილემის წინაშე გეხართ, მაქსიმალურად მოიძიოთ ინფორმაცია იმ კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, ეს იქნება საქმიანი სფერო თუ პირადი ცხოვრება, ინფორმაციის მოძიებაზე აქ ლაპარაკი, ძალიან მნიშვნელოვანია დააკვირდეთ, შეისწავლოთ ყველაფერი კარგად, თქვათ თუ კონკრეტულ ადამიანზეა ლაპარაკი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით, მოძებნოთ საერთო ნაცნობები, ვიღაცას თხოვოთ გაიკითხოს, გამოიკითხოს, ყველაფერი გაიგოთ ამ ადამიანების შესახებ, მარტო ერთ მხარეს არა, ორივე მხარეს, ბიზნესაც რა თქმა უნდა, რაც შეეხება, აი მაქსიმალურად შეძლების დაგვარად მოიძიოთ ინფორმაცია და ცივი გონებით გადაწყვიტოთ, ვისი მხარე დაიჭიროთ და ვის რა მიმართულებით გააგრძელოთ მოძრაობა. ეს შინაგანი კონფლიქტი მაინც რჩება, მაგრამ ძალიან დაბალი დოზით, ჩემო კარგებო და მომავალში შეიძლება ის უთხრათ საკუთარ თავს, რომ დიდხანს არ უნდა გეყოყმანათ. მაინც არ არის ეს პასუხი ამომწურავი, ძალიან ისეთი მინიშნებებით გველაპარაკებიან, თითქოს მაინც არ უნდათ ინფორმაციის მოცემა და რატომ ვერ გავიგე. საკუთარ თავს მომავლიდან ეტყვით, ჩემო კარგებო, რომ უნდა მოგეთმინათ, მოგეცადათ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიგეღოთ და უფრო მეტად ცივი გონებით განგესაჯათ სიტუაცია და გენახათ, რატომღაც ესეთი ის მოდის, დაკვირვებოდით, გენახათ, რომელი მხარე უფრო საიმედო იქნებოდა, აი, როდესაც ადამიანს უჭირს მაშინ გამოჩნდება ვინ მეგობარია და ვინ მტერი და აი რაღაცა მსგავსი სიტუაცია მოდის, ჩემო კარგებო და რა კი წინასწარ გვაქვს ამაზე ინფორმაცია, შეცვლაც შეიძლება ყველაფრის. ზუსტად ტაროს და აი ამ სისტემების გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოვლენების განვითარების ალბათობას გვაჩვენებს და თუ კი არ გვაწყობს ის, რასაც მომავლიდან ვხედავთ, წარსულის შესახებ, შეგვიძლია შეცვლაც, ჩემო კარგებო და აი აქ პირდაპირ მითითება აი ეს სინანულის გრძნობა რომ არ დაგრჩეთ მომავალში, ცივი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება. ემოციები, პირადი რაღაცა სიმპათიები გადადოთ გვერდზე და საღი აზროვნებით მიიღოთ გადაწყვეტილება. აი ეს არის ერთადერთი რჩევა და თუ კი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და აი ზუსტად აი ესე ცივი გონებით საღად იაზროვნებთ და ისე გააკეთებთ არჩევანს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კარგებო. ასე რომ აი მესამე ვარიანტს შეუძლია რომ რაღაცა კორექციები შეიტანოს მომავალში.
ანუ დღეს შეიტანოს კორექციები, რომ აი ეს მომავლიდან შეტყობინებად შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, ჩემო კარგებო, ასე რომ დაფიქრდით. ვიღაცებმა შეიძლება ვერ გაიგონ მინიშნებები, ასეთებიც ხდებიან ხოლმე მაყურებელს შორის და რატო უყურებენ ჩემს გაშლებს თუ კი არ მოსწონთ და იღლებიან, არ ვიცი, მაგრამ მე დამუშავებული ვიდეოები არ მაქვს, ერთადერთი ატვირთვის პროცესში რაც ხდება ხოლმე რომ შეკუმშვა ვიდეოსი და რაღაცა ის ფორმატში ჩასმა, ვიდეო ფორმატში YouTube-ისთვის, თორე დანარჩენი არაფერი არც კადრს ვაჭერებ, არც წინასწარ განვიხილავ გაშლას და მე არ ვლაპარაკობ. რასაც ხედავთ, ის არ ხდება ზუსტად ჩემს ოთახში და ჩემთან. შლი და ვკითხულობ პირდაპირ რაც დავინახე. მესამე ვარიანტი ისეთის აღმოჩნდა. აი განზოგადოებული რაღაცნაირი კონკრეტიკა ნაკლები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი მინიშნება იყო და ემოციურითაც, რა თქმა უნდა, შემოკარგებო, ეს თქვენი შინაგანი მდგომარეობა გადმოდის ჩემზე და თითქოს აი მეც რაღაცა ისეთი დაბნეულობის და გაურკვევლობის რაღაც შეგრძნება დამეუფლა. ეს არის თქვენი ემოცია, ასე რომ შეეცადეთ საერთოდ თქვა რაღაცა პერიოდი აი ამ თემაზე არ იფიქროთ საერთოდ. რაღაცაზე გადაიტანოთ თქვენი ყურადღება, სხვა რაღაც საკითხებზე თქვენს ცხოვრებაში და მერე ცივი გონებით მიიღოთ გადაწყვეტილება. და ამით კორექციას მოახდენთ მომავლის. ნახოთ მეოთხე ვარიანტი, ჩემო კარგებო. რა ხდება დღეს თქვენს ცხოვრებაში? ну აი აქ ძალიან კონკრეტული სიტუაცია არის, აი როგორც მეოთხე ვარიანტში ესეთი დამაბნეველი და მხოლოდ მინიშნებებით მოლაპარაკე ვარიანტი არ გვაქვს ჯერჯერობით. აქ არის არჩევანი, აქაც არჩევანია დილემა, მაგრამ ძალიან კონკრეტული დაასრულოთ ერთ ადამიანთან ურთიერთობა და აირჩიოთ მეორე უფრო კომფორტული, უფრო თქვათ სახარბიელო როგორც დღესდღეობით თქვენ ფიქრობთ. მიატოვოთ ოჯახი ან ძალიან ეს ხანგრძლივი, სტაბილური ურთიერთობა, ადამიანი დათმოთ, რომელთანაც დიდი დრო გაკავშირებთ, დიდი ხნის ურთიერთობა გაკავშირებთ. აქ შესაძლებელია თანაცხოვრება, შესაძლებელია კანონიერი ქორწინება და შესაძლებელია ხანგრძლივი, ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობა. აქ არ არის 2-3 თვეზე ლაპარაკი. 7-8 თვე და ზევით და შეიძლება წლებიც გაკავშირებდეთ ამ ადამიანთან, მაგრამ აი 7-8 თვე, რატომღაც მომინდა ამის თქმა, ეს იქნება ყველაზე მინიმალური ურთიერთობაში და ზოგი ვერიგებს ხოლმე აი ამ განმარტებებს, რასაც ვიძლევი და აი ერთი თვეა შევხვდით, შეიძლება ვიღაცამ დამიწეროს, არ არის აქ ერთ თვეზე ლაპარაკი, აქ არის ხანგრძლივ სტაბილურ ურთიერთობაზე ლაპარაკი. შეხვედრა და უბრალოდ რომანტიკული ურთიერთობა თანაცხოვრების და ოჯახის გარეშე, ეს არის ყველაზე მინიმალური პროცენტი იმ ადამიანებისა, ვისთვისაც ახლა რეზონირდება მეოთხე ვარიანტი. და არჩევანის წინაშე გახართ. შეიძლება ვინმე გააკეთა კიდევაც ეს არჩევანი, მიატოვა ოჯახი, არა აქვს მნიშვნელობა რომელი პოზიციიდან უყურებთ, ქალი თუ მამაკაცი. შეიძლება თქვენ მიატოვეთ, შეიძლება თქვენ მიგატოვეს, მაგრამ უფრო იმათზეა, ვინც მიატოვა და არჩევანი გააკეთა, ან აი ახლა აკეთებს არჩევანს უფრო კომფორტული ურთიერთობის სასარგებლოდ. იქ ემოცია მეტია, შეიძლება თქვათ მატერიალური ბაზაც უკეთესი იყოს, რადგან ძალიან კომფორტულად გრძნობთ ამ ადამიანთან თავს. თუ აქ მატერიალურ მხარეზე არ არის ლაპარაკი, ის ადამიანი ხასიათდება ისეთი პიროვნული თვისებებით, რომელიც თქვენ ძალიან დიდ კომფორტს გიქმნით, შეიძლება ყველაფერზე თავს გიქნებთ, კი, ყველაფერთვის მზადაა თქვენთვის, არც ეს გამოირიცხება, მაგრამ აი განსხვავება ამ ორ მხარეს შორის არის ის, რომ პირველი არის სტაბილური, დიდი ხნის ურთიერთობა, სხვათა შორის არც ვნება და ემოციები არ აკლდა ამ ურთიერთობას, მაგრამ მეორე არის შედარებით უფრო კომფორტული, შეიძლება ახალი როა ცოტა უფრო მეტი ემოციები იყოს ამ ურთიერთობაში და აი ამ ურთიერთობას ორ პიროვნებას შორის არჩევანზეა ლაპარაკი. ზოგიერთმა გააკეთა უკვე ეს არჩევანი და მიატოვა და ფიქრობს აი სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა და ზოგი შეიძლება აპირებდეს ახლა კი აქ ესე იგი ახალ ურთიერთობაზეა ლაპარაკი, ანუ პარალელურად არ იყო დიდხანს ეს ორი ურთიერთობა. თქვათ, ყავდათ მეუღლე
და პარალელურად ვიღაცასთან დიდი ხნის ისტორია გაკავშირებთ, საყვარელი, თქვათ და ასე შემდეგ. არა, ეს არ არის, ეს არის ახალი ურთიერთობა. ის მეორე უფრო კომფორტული, რომელიც ჩანს თქვენთვის, არის ახალი დაწყებული ერთი თვე, თქვათ აი მომენტიდან, როდესაც თქვენ გაშლას უყურებთ. ერთი თვე მაქსიმუმ თქვენ ახლა სამ თვეს არავითარ შემთხვევაში არ გადასცდებოდა ეს ურთიერთობა. ნახოთ აბა მომავლიდან რას ეტყვით თქვენ საკუთარ თავს აი ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით. ანუ შედეგი რა იქნება? სწორი არჩევანი გააკეთეთ თუ არა, ინანებთ თუ არა თქვენს არჩევანს, აი ესე უფრო ვიტყოდი. რას ეტყვით მომავლიდან საკუთარ თავს? ჩემო კარგებო, ერთი წამი პაუზას ავიღებ, რომ კარგად დავფიქრდე აი ამ კომბინაციაში, როგორ შეიძლება იმ შეტყობინების წაკითხვა, რასაც საკუთარ თავს ეტყვით მომავლიდან. ნუ აქ კარმულ ისტორიაზეა ლაპარაკი, ეშმაკია მოგვივიდა, აქ არანაირ მაგიაზე და რაღაც ესეთებზე არ არის ლაპარაკი. ეშმაკი პირველ რიგში რაც არ უნდა გიკვირდეთ, ყველაზე მეტად ეშმაკი მიანიშნებს კარმულ ისტორიას, თუ კი რამე ისეთი კარტები არ უზის გვერდით, ნუ სხვა ახსნას რომ იძლევა. აქ არის კარმულ ისტორიაზე ლაპარაკი და სხვათა შორის მომავალში შეიძლება ხშირად იფიქროთ იმაზე, რომ დაუბრუნდებოდე იმ დროში, აი დღევანდელობაზეა ლაპარაკი, ნეტა შეიძლება ეს ყველაფრის უკან დაბრუნება. ეს კონკრეტულად აი ეს ახლა რასაც ვაჟღერებ, იქნება მისაღები მათთვის, ვისაც აქ ოჯახი, ვინც ოჯახიდან მიდის და ოჯახში არის ბავშვები. იქნება ესეთი დილემის წინაშე ყოველთვის ეს ადამიანი, ანუ თქვენ მომავალში ყოველთვის გექნებათ სანერვიულო და საფიქრელი ნეტა შეიძლებოდეს იმ დროში დაბრუნება, რადგან ეს ახალი ადამიანი, ვინც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, არის კარმული გამოცდა თქვენს ერთგულებაზე, თქვენს ბედნიერებასთან მიდგომაზე. თქვენ აი ძალიან ისეთი ის არის ღრმა თემა და ისეთი ემოცია მოდის ახლა იმ ადამიანისგან მომავალში, ვინც ამას იფიქრებს, რომ თითქოს მარტოსული ადამიანი შეიძლება ვის სასარგებლოთაც გააკეთეთ არჩევანი, ანაკეთებთ სასარგებლო არჩევანს, ამ ადამიანის გვერდითაც იყოთ, ან სხვა ადამიანები იყვნენ მაშინ უკვე თქვენს გვერდით, მაგრამ ყოველთვის მარტოსულად იგრძნობთ თავს. დღეს რაც არ უნდა პრობლემა გქონდეთ ამ ადამიანთან, ვისგანაც მიდიხართ ან წახვედით და თუ არის დრო და საშუალება, გირჩევდით შეინარჩუნოთ ის პიროვნება. და აქ კარგი იქნება კიდევ ის, რომ მიმართოთ პირად კონსულტაციას ისეთ ადამიანს, ვინც აი ღრმად ჩაგიშლით ყველა ნიუანსს და გეტყვით, რომ რა გაკავშირებთ კონკრეტულად ამ ადამიანთან, რა უნდა ისწავლოთ, ან ეს ახალი ვინც გამოჩნდა თქვენს ცხოვრებაში, რა დანიშნულებით, რა მისიით მოვიდა თქვენამდე, მაგრამ ოცნებებში, ფიქრებში, ფანტაზიებში ყოველთვის იქნებით წარსულისკენ. და ვისთანაც არ უნდა იყოთ, ჩემო კარგებო, ყოველთვის ანუ კმაყოფილი არ იქნებით იმ ურთიერთობის, ყოველთვის სურვილი გექნებათ, რომ იმ პიროვნების გარდა კიდე სხვებთან გქონდეთ ურთიერთობა. საკმაოდ ისეთი ემოციურად რთული აღმოჩნდა მეოთხე ვარიანტიც, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია არის ძალიან ესეთი, ვთქვათ, ყოფითი, მაგრამ მომავალში ძალიან დათრგუნული იქნებით და იქნებით სულ უკმაყოფილო თქვენი პარტნიორით, ვინც არ უნდა იყოს თქვენს ცხოვრებაში და სულ სხვის ძებნაში იქნებით და შეიძლება ის სხვა თქვენს ოცნებებში და თქვენს ფიქრებში იყოს ის ადამიანი, ვის მიტოვებასაც დღეს აპირებთ და სხვათა შორის ძალიან შეიცვლებით პიროვნულად. აი ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან შეიცვლებით პიროვნულად, გახდებით უფრო ხისტი, უფრო ცინიკოსი, შეიძლება სასტიკიც. და ნუ თუ კი აი ზოგადად ვიმსჯელებთ გაშლიდან, აი მეოთხე ვარიანტიდან,
ვფიქრობ, შეცდომას ჩადიხართ და აი როგორც მე მგონი მესამე ვარიანტი იყო, რომ შეგიძლიათ კორექციის შეტანა თქვენს მომავალში, თუ კი ყურადღებით მოისმენთ, პირველ რიგში რჩევა იქნება პირველ რიგში მიმართოთ პროფესიონალს კონსულტაციისთვის, რომ არ გადადგათ არასწორი ნაბიჯი, ზოგისთვის, უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა, აი სანანებელი მომენტი იქნება, აი ამ დღევანდელი ადამიანის, ვინც თქვენს გვერდით არის, მისი მიტოვება, ან ესაა მიატოვეთ და შეიძლება რაღაცა დაბალი პროცენტისთვის პირიქით იყოს, მაგრამ მაინც აქ უფრო სასურველია პირადი კონსულტაციის გამართვა, რათა აი ესე ჰაერიდან მოტანილი არ გამოვიდეს ეს ყველაფერი და მიუხედავად იმისა, რომ გამოხმაურება ჩემს გაშლებზე არის საკმაოდ სერიოზული, ზოგს კი არა უმრავლესობას რატომღაც ერიდება საჯაროდ კომენტარის დაწერა და პირადში მწერენ, რომ რაც დაემთხვა, რეზონირ და პროგნოზიც აბსოლუტურად ზუსტად ისე ახდა და ასე შემდეგ, მაგრამ პირად კონსულტაციას მაინც სულ სხვა ძალა აქვს და სულ სხვა შედეგები. და ისე არ გამოვიდეს, რომ ვიღაცის ბედი გადავწყვიტო ეხლა მე არიან ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ბრმად დაიჯერონ ყველაფერი, შეიძლება ბოლომდე წესიერად არც უსმინონ, ვერ გაიაზრონ, რა ვილაპარაკე და რაღაცა ის მარტო ის დასკვნა გამოიტანონ, წადიან არ წახვიდე, ასეც არ შეიძლება, საჯარო გაშლაა და როდესაც ესეთ სერიოზულ თემებზეა ლაპარაკი და თქვენი მომავლის განსაზღვრაზეა ლაპარაკი, ჯობია პირად კონსულტაციას მიმართოთ. მაგრამ უმრავლესობისთვის მე მგონი მცდარი ნაბიჯი იქნება, რასაც აპირებთ. ან უკვე გადადგით და თუ კი გაქვთ შანსი გამოსწორების ამ ყველაფრის, გირჩევდით რომ გამოასწოროთ და დროებით გატაცებას, აი დროებით რაღაცა წამიერ ბედნიერებას არ შესწიროთ თქვენი მომავალი. განსაკუთრებით მათთვის ვიძახი, ხაზგასმით, ვინც ოჯახს ტოვებს, ოჯახს სადაც არის ბავშვები. აი ეს არის ძალიან კაფიოთ გამოსახული ამ გაშლაში, რომ თუ კი მიატოვებთ შვილებს, მიატოვებთ ოჯახს, კანონიერ მეუღლეს, ბავშვებთან ერთად, ეს ყოველთვის სანანებელი გექნებათ მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება. და მთელი თქვენი ოცნებები, სიზმრები დაკავშირებული იქნება იმ ადამიანებთან, ვისაც დღეს ტოვებთ. მე კი გისურვებთ ყოველთვის სწორი არჩევანის გაკეთებას, რომელიც თქვენს და თქვენს ახლობლებსაც ბედნიერებას მოგიტანთ და არასდროს არავის არ დააზარალებს. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.